მეგობრებო, დღეს უნდა გაგიკეთოთ ახლა თქვენი სურვილით არის თემატიკა, მისი ნაბიჯებიო, ერთ-ერთი ჩემი გამომწერის თხოვნა იყო ასეთი. ბატონო, ნახოთ, ვიფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენ შეიძლება იყოს ეს გაშლა, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერი არ მოქმედებს იცით. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? გავიგოთ რა ენერგიებია და აქედან გამომდინარე უკეთესად მიხვდებით ასე ვთქვათ, თქვენია ეს გაშლა თუ არა. ენერგოცვლისთვის ლაიკები და გაზიარებები და კომენტარები არ დაგეზაროთ, არ დაგავიწყოთ. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში? მეგრე მაღალი არკანი ძალა, 4-იან ხმალი და მე-15 მაღალი არკანი ამოდის ასევე. ეშმაკი. 4-იან ხმალით გეტყვით რომ პაუზაში ხართ ახლა გაშიშებული ასეთი მდგომარეობა თქვენ ურთიერთობაში და მიძინებულია, ასე შემიძლია ვთქვა, რაღაცნაირად არაფერი არ ხდება, გამოძინება გჭირდებათ ერთმანეთისგან, დასვენება გჭირდებათ თუ აი ამ პროცესს უკვე მიმართეთ მდგომარეობაში ხართ, აი ამ მდგომარეობაში რომ რაღაცნაირად ისვენებთ ერთმანეთისგან თითქოს პაუზა გაქვთ ერთგვარი ურთიერთობაში, შეიძლება არც მიწერ-მოწერა არ ხდება ამ ურთიერთობაში. ამჟამად თქვენ ურთიერთობაზეა საუბარი. სამიან ჟეზლით, უბრალოდ მაპატიეთ 4-იან ჟეზლით, ეს არის მყარი სტაბილური ისეთი დღესასწაული ურთიერთობა, როგორც წესი ერთმანეთის შეხვედრა და ერთმანეთთან კონტაქტი ძალიან გიხარიათ და გახარებთ. აქ დიდი ალბათობით 80% მაყურებლის ამ ვიდეოსი იქნება იმ ადამიანებზე, ვისაც ფიზიკური კონტაქტი გააქვთ ერთმანეთთან და გქონიათ, ასე ვთქვათ, ეს არ არის იმ ადამიანებზე, ვისაც პლატონური რაღაცნაირი სიყვარული აკავშირებთ და რაღაც ასე ვთქვათ, აქ არის ყველა ვარიანტში შეხვედრები, აქ არის თუ ვიტყვით ფიზიკურ და ინტიმურ კავშირებს უზადოთ ძალიან კარგი შეწყობადობა თქვენი ფიზიკურ დონეზე, მენტალურ დონეზე, ძალიან მოცული ხართ ამ ენერგეტიკით, ამ ადამიანთან გატარებული ყველა წუთით, ყველაფერი ხიბლავთ მასთან დაკავშირებით და საერთოდ სულ მასზე გამუდმებით შეიძლება ფიქრობთ, ჭვიანობთ, არ გინდათ რომ ხელიდან გაუშვათ, არ გინდათ რომ ვინმე სხვა აბსოლუტურად გამოჩნდეს ღმერთმა არქნას თქვენ ურთიერთობაში და გიმძაფრებთ ეჭვებს, ცოტა ნეგატიურ დაბალ ვიბრაციებში ეს ფიქრები გაგდებთ, რასაკვირველია, დეპრესიაშიც გაგდებთ ზოგიერთ ნაწილს თქვენ ფსიქიკურ, მენტალურ მდგომარეობაზე არ აისახება დადებითად, მოდი ესე ვიტყოდი, ესეთი ფიქრები და მოცულობა, ეშმაკი არის ძალიან რთული კარტი ურთიერთობისთვის, გაგდებს ყველანაირი დამოკიდებულებაში, გაგდებს ამ ადამიანის დამოკიდებულებაში, ესე იგი არ შეგიძლია სხვა რამეზე იფიქრო, კონცენტრირება გააკეთო სამუშაოზე, შენ თავზე, შენ მიზნებზე. მიზანი ერთია, ეს ადამიანი სულ იყოს შენ გვერდით, სულ იყოს ფიქრი შენზე, შენს გარდა არავინ არ უნდადეს, გამუდმებული ეგოიზმი არის გამძაფრებული ამ კარტით. ფიზიკურ დონეზე თუ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი პიროვნებაა თქვენი პარტნიორი, ძალიან ესეთი შეიძლება სპორტული აღნაგობა აქვს, არ არის გამორიცხული ძალოვანი ორგანოების თანამშრომელი იყოს, ან ძალოვან სამუშაო რეჟიმს ეწეოდეს, ეს სპორტულ რიტმს ვიტყვით ცხოვრებისეულს და თავის ფიზიკურობაზე ძალიან კარგად ზრუნავდეს, ასე ვთქვათ, შემიძლიათ, რაც შეეხებათ თქვენ. გაშლა არის ორივე სქესთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, თქვენ რაც შეეხებათ ხართ ძალიან ესეთი შინაგანად ძლიერი ადამიანი აჩვენებენ, ძალიან კარგად შეგიძლიათ ამ ურთიერთობაში მართვაც და ერთგვარად დამყოლი პოზიციის მიცემა თქვენი პარტნიორისთვის, უფრო სწორედ პირიქით მინდოდა მეთქვა და რაღაცნაირად აი თქვენი სიჩუმით, თქვენი სიძლიერით, შინაგანი ხასიათის სიძლიერით, აი ეს ლომი შეგიძლიათ მოათვინიეროთ თქვენი პარტნიორის სახით, ისე რომ ნახეთ აბსოლუტურად მონუსხული ყავს ლომი ამ გოგონას. ძლიერი ადამიანი ხართ, ძალიან ძლიერი პიროვნება, შინაგანად თუ ვიტყვი, აქ თუ თქვენ პარტნიორზე საუბარია, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ძლიერი პიროვნებაა და ამტანიანია და ასეთი
ჯანიანი ტიპია, თქვენ ამ შემთხვევაში ხართ შინაგანაც ძალიან ძლიერი და ერთგვარად შეიძლება ავსებთ ამ ხრივაც კი ერთმანეთს. აი რაღაცეები შეგიძლიათ გაატაროთ, რაღაცეები თითქოს ვერ დაინახეთ, რაღაცებზე გაჩუმდეთ, საჭირო დროს უთხრათ, მაშინ როცა ასე ვთქვათ, კონფლიქტს არ გამოიწვევს ეს სიტუაცია, აი რაღაცა თქვენი ხიბლი გაქვთ და შინაგანი ესეთი სიძლიერე, რომელიც აი ტაქტიკური ადამიანი ხართ, ასე შემიძლია ვთქვა, აი კარგია, ძალიან მომწონს თქვენი პიროვნების ენერგია, ემოციურ დონეზე არ დგავთ რაღაცნაირად უცებ გაფსიხდი და რაღაცა წერტილი დასვა ან რაღაცა ისტერიკები მოაწყო, ასეთი მდგომარეობა არ გხიბლავთ როგორც მინიმუმ და თქვენ ქმედებებში არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. თუ ასეთი ხართ და ფსიქოზი გემართებათ და უცებ შეგიძლიათ წერტილი დასვათ ურთიერთობაში, ეს რასაკვირველია, ეს გაშლა არ იქნება თქვენზე პირდაპირ გეუბნებით. აქ არის როგორც გითხარით, ფიზიკური კონტაქტები არის და ძალიან კარგი შეწყობადობაა თქვენ შორის. თუმცა ეხლა გაქვთ პაუზის პერიოდი, სიმშვიდის პერიოდი ერთმანეთთან კონტაქტი არ არის და მიწერ-მოწერად შეიძლება არ იყოს დიდი ალბათობით თქვენ ურთიერთობაში. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, წავედით გავიგოთ მისი ნაბიჯები უახლოესი 1 თვის განმავლობაში იყოს. შეგიძლიათ უფრო მოკლე პერიოდი ჩაიფიქროთ, მაგრამ 1 თვეზე მეტი არ გავწელოთ ეს გაშლა კონკრეტულად. სხვა დანარჩენი ამ ტიპის გაშლები მომდევნო პერიოდში ვნახოთ. მისი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში. მაღალი არკანი ამოდის მე-17 ვარსკვლავი, ეს არის შენელებული მდგომარეობა კი არა, იმ ვადებზე მეტად გაწელილი პერიოდი ნაბიჯების მხრივ თუ ვიტყვით, ვიდრე ჩვენ ჩავიფიქრეთ, ანუ კონკრეტულად 1 თვის განმავლობაში სავარაუდოდ არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნება ორიან ჟეზლით, ორიან ხმლით. ეს ადამიანი რაღაც ტაქტიკას არჩევს, ნახეთ, ჩაკეტილია ჯერჯერობით ურთიერთობისგან, რაღაცა მოქმედებაზე გადასვლის პერიოდი და ნაბიჯები ამ უახლოესი 1 თვის განმავლობაში არ იქნება, უფრო თავის ნაჭრში იქნება ჩაკეტილი, მინდა გითხრათ, 6-იან ხმლით იმაზე დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ, არა იმ კონკრეტულ ვადებში, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ, მაქსიმუმ 1 თვის ვადები, რაც გითხარით, მისი მოქმედება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ვერ გამოიხატება ამ კარტებით და კი არ ვიტყუები, აგერ კარტებს გაჩვენებ. ეს არის ვარსკვლავი, 6-იან თასი, ეს არის თქვენთან გატარებული ძალიან კარგი პერიოდები, რომელიც მას ხიბლავს და იხსენებს ხოლმე და 7-0 მაღალი არკანი, ეს არის ახალი ეტაპი სრულიად თქვენ ურთიერთობაში, განულებულია ეს რაღაცნაირი დამოკიდებულების პერიოდი, რომელიც გაქვთ ერთმანეთთან მიმართ და სულ შენზე ვფიქრობ და სულ ჩემ თვალსაჩინში უნდა იყო და რასაკეთებ, რა შვები უნდა, ასე ვთქვათ, აჩოტები მაბარო და ყველაფერი აბსოლუტურად ჩემი დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყოს, იმიტომ რომ მარტო მე მეკუთვნი და შენი ფიქრი და შენი გონება და შენი ფიზიკურობა და ყველაფერი მარტო ჩემი, აი ეს რაღაც დაბალი ვიბრაციის დამოკიდებულება, რასაც ეშმაკი გაძლევთ ურთიერთობაში, უნდა გაანულოთ ყველა ვარიანტში იმისთვის, რომ ცოტა მოგვიანებით პერიოდში, როგორც გითხარით, არაერთი თვის ვადებში ეს ემოციური ფონი განახლდეს და მონატრებამ იმძლავროს და აი ეს რაღაცა ნეგატივი და ჩარჩოებში პარტნიორის მომწყდომა, ასე ვთქვათ, გადალახოთ აი ეს პერიოდი, გადალახოთ ურთიერთობაში ის ეგოიზმი, ასე შემიძლია ვთქვა და შემდგომ უკვე აი ამ განულებული შუთით იწყება ახალი ეტაპი. რა ეტაპი დაიწყება, მაშინ გავიგოთ თუ იმ პერიოდში არა, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ და ცოტა მოგვიანებით რა ნაბიჯები, რა ეტაპი იქნება, მოდი ჯერ გავიგოთ. თასის მეფე ამოდის, მის სიყვარულს და მის ემოციურ ფონს გაჩვენებთ. ეს ადამიანი უკვე გამოჩნდება არა პატარა ადამიანად და არა ისეთ შეზღუდულ მდგომარეობაში, როგორც შეიძლება ეხლა თავს გრძნობს და აქედან გამომდინარე პაუზაც არის, ასე ვთქვათ, თქვენ ურთიერთობაში. რა ნაბიჯებს გადმოდგავს კონკრეტული, რა ნაბიჯები იქნება? მეორე მაღალი არკანი ამოდის. ქურუმიქალი, აქ არის რაღაცა ტყუილს შემიძლია გითხრათ, რაღაცა ტყუილს აეხდება ფარდა, რომელიც 5-იან პენტაკლით, აი ეს მონატრების პერიოდი და ეს რაღაცნაირად რესურსის ნაკლებობის პერიოდი ერთმანეთთან მიმართებაში, რაც გქონდათ, თქვენი შეგრძნებები, თქვენი სიზმრები შეიძლება ნაწილისთვის იყოს, თქვენი რაღაცა წინათგრძნობებით მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ტყუილს გქონდა ადგილი, ნაბიჯები ძალიან რთულია ეხლა მისთვის ნაბიჯების გადმოდგმა.
მაგრამ მისი კარმული პარტნიორი ხართ, მე 6 მაღალი არკანი.